აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაციას. სატელეფონო ჩართვა გვექნება ახლა საარჩევნო სუბიექტთან ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო ნომერი 45, რომლის პროგრამას წარმოგვიდგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ცხადაძე. ბატონო, ეთერში ხართ, გესმით ჩვენი? გამარჯობა, მოგესალმებით. 10 წუთი თქვენგან გარგულებაში ბატონ ლაშა, შეგიძლიათ ძირითადი მომენტები თქვენი პროგრამიდან, ზოგადი პლატფორმა, ეკონომიკური პოლიტიკა, განათლება, უსაფრთხოება, რაზედაც გნებავთ, იმაზე გააკეთეთ მთავარი აქცენტები, მაგრამ 10 წუთი გაქვთ მხოლოდ დრო. საუბარს რომ დაიწყებ, ჩაერთვება თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ ყოველთვის მადლობას მოგახსენებთ, რომ გამოგვიყავით საეთერო დრო და გვეძლება საშუალება რომ გამოვიყენოთ თქვენი ეთერი. რაც შეეხება 10 წუთს, არ ვიცი რამდენად ჩავიტოვე მოკლედ. აი, რასაც მოასწრებთ სადეთ, კი ბატონო. აუცილებლად. მოკლედ რო არ დავკარგო, 2-0 მოგახსენებთ, როგორც თქვენზანე, ჩვენი ნომერი 45, ჩვენ ვართ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა და 2-0 მოგახსენებთ ჩვენი გუნდის შესახებ და შემდეგ გადავალ რა თქმა უნდა ჩვენს მიმართულებებზე. და გეგმებზე რა და როგორ უნდა გაკეთდეს და შესაბამისად ჩვენი კონკრეტული შეხედულებები ჩამოაყალიბოთ საზოგადოების ფართო მასების გასაგებად. ჩვენ ვართ შეგვიძლია სამომავლოდ წარმატებული ახალგაზრდა მენეჯერების გუნდი ვართ. შესაბამისად ჩვენს მიმართულების საკმაოდ წარმატებას მიმართულებით და გვინდა ჩვენი სიტყვასვათ სახელმწიფო პოლიტიკაში. ეს არის ძირითადი мотиваცია თუ რატომ დავიწყეთ თქვათ საპარლამენტო არჩევნებში აქციობა. ფართო მასები დამეთანხმებიან რეალობაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და კანონმდებლობა რბილად რომ ვთქვათ არის ხარბეზების სავსე, რაც ხელს რეალობაში უსვამს ნებისმიერი მიმართულების განვითარებას ბატონობა. მეტი საქმეზე და კონკრეტულ პროფესიებზე მიმართული გამოცდილი მენეჯერები პოლიტიკაში. ეს არის რეალურად ჩვენი პარტიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი. ანუ ეს იყო პრინციპი თუ როგორ დავკომპლექტით ჩვენ როგორც პარტია. მოკლედ კონკრეტიზაციაზე გადავალ, თუ რა გეგმა გაგვაჩნია, ჩვენ უკან ისეთი პოლიტიკური წარმოება რომ რა მიმართულებები გაგვაჩნია თუ როგორი პოლიტიკური შეხედულებები გაგვაჩნია და ასე შემდეგ ამას ჩამოვაყალიბებთ და ძირითადი მიმართულებები ამ თვალსაზრისით არის ჩვენი პრიორიტეტები არის ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, სამართალი და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ეს ყოველი მიმართულება და ეს ადამიანურ ენაზე ვისაუბრო, რათა ყოველი მომაყურებელმა თქვათ შინაარსიანად გაიგოს თუ რისიც მაგვენდა, იმიტომ რომ დროის წინსვლიდან გამომდინარე არის ძალიან ალბათ დეტალურად და სრულფასოვნად ნამდვილად ვერ გაგახსნა. სამწუხაროდ, კი ბატონო, გისმენთ ბატონო და ჩვენ ძირითადი პრინციპი, როგორც არაერთხელ ვთქვით, არის ყოველი ჩვენგანი, ანუ ეს დევიზასაც გავგრძელოთ, ეს არის ყოველი ჩვენგანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება და შესაბამისად პრიორიტეტები ამ მიმართულებით ჩამოვაყალიბეთ. როგორც ზევით აღვნიშნე, მიმართულებები არის ძირითადი. სამი მიმართულებაზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, რომ შეიძლება იზაგორა სრულფასოვნად გამომიდეს საუბარი, ეს არის ჯანდაცვა, განათლება და ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ გადავალ ჯანდაცვაზე, აკოლოს ჯანდაცვის პროგრამის დახვეწა ერთ-ერთი დახვეწა და გაფართოება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მართლაც ადამიანურად გასაგებენაზე რომ ვისაუბრო, ეს არის ჯგუფების დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზეზია, რომ სიცოცხლის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს ბატონებო, რომელიც თავში გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერმა პაციენტმა მიიღოს რეალური შედეგი. ანუ ხარისხიანი მომსახურება, ხარისხიანი პროდუქცია. რეალობაში ჩვენ როდესაც ვთქვათ ნებისმიერ მიმართულებაზე, რადგან ახლა საუბრობ და რადგან ვთქვათ ჩვენი პროგრამაა დაფუძნებული მათ შორის ერთ-ერთი ჯანდაცვა, გავაკეთეთ გარკვეული კვლევები თუ რა პრობლემატური სიტუაციები გვაქვს კონკრეტული მიმართულებებით და ესეთ ფაქტების წინაშე დავდექით რომ ერთი ყველაზე ცუდი არის ის რომ ხარისხიანი ჯანდაცვის თვალსაზრისით არ გვაქვს ხარისხიანი პროდუქცია. პროდუქცია გულისხმობს იმას, თუ რა პროდუქციის კურნალობს საზოგადოება და რაც თავსახად თამაშ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელს უშლის შემდეგ მიმართულებას, რომ ადამიანი, რომელსაც რაღაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გააჩნია და რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება, რეაბილიტაციის შემდეგ სრულფასოვან საქმიანობას ვეღარ ახორციელებს, ის აღარ არის ხოლმე შეიძლება იზაგოროს სრულფასოვანი. რა იგულისხმება ამაში ჩვენი მედიკოსების არაკვალიფიციურობა, მედიკამენტები თუ აი რას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, არაკვალიფიციური მედიკამენტები შემთხვევაში ხდება ისეთ მედიკამენტების კურნალობა, რომლებიც ეფექტურად შედეგი რა თქმა უნდა შესაძლებელია მიღებული იქნება და იყოს, ამას რა თქმა უნდა არ გამოგვიხსნა და უარს არ უძახით, მაგრამ პრობლემა გვაქვს დროის ფაქტორში.
არსებობს რაღაც კონკრეტული მედიკამენტები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის რეაბილიტაციის პროცესს შეძლებს დაგვარად უფრო მარტივად მოკლე პერიოდში ახორციელებს. არის პრეპარატები, რომლებიც ოდნავ გაწევი პერიოდზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ჯანსაღი და დროულად მივიღოთ აბსოლუტურად ყველა ჯანსაღი, დროულად დავაბრუნოთ რეაბილიტირებულ მდგომარეობაში ყოფნის საზოგადოება, დაუბრუნდეს თავიანთ სამუშაო გარემოს, ამისთვის არის ალბათ ერთ-ერთი პირობა პროდუქციის, ხარისხიანი პროდუქციის შემოტანა საქართველოში. შესაბამისად, ეს თვალსაჩინო ეკონომიკური მიმართულებაზე არ გადავალ, მაგრამ ის პროდუქციის წარმოება საქართველოში თუნდა მოხდეს, რათა ხარისხიანი მომსახურება რეალობაში მივიღოთ. გარდა აღნიშნულისა, პრევენციული ჯანდაცვის სისტემებზე გვაქვს ჩვენ ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმართულება ჯანდაცვის ფარგლებში, ეს არის სკრინინგი და შემოწმება, რაც თავისთავად ბატონო გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკრინინგის ცენტრების უფრო მეტად გაძლიერება. ერთ-ერთი მოდელი ვთქვათ, ამ მიმართულებით არის ინგლისურ მოდელს მოვიშველიებთ, რომელიც ვთქვათ ბაზისეულად რაღაც შინაარსობრივად ჩვენს პროგრამაში გადმოვიტანეთ და საიდანაც გაჩნდა ეს იდეა. სავალდებულო ხომ არ იქნება ეს სკრინინგი თქვენი სკრინინგის მიმართულება რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი მიმართულებით სავალდებულო ჯანსაღის ნაწილი და განმარტავ რა მიმართულებას საუბრობ. ინგლისის ერთ-ერთი მოდელის თანახმად საზოგადოება ვალდებულია მიიღონ საზოგადოებები და შესაბამისად სკრინინგი და შემოწმებები გაიარონ ყოველ გარკვეული პერიოდებით, მაგალითად 6 თვეში ერთხელ. თუ თქვათ 6 თვეში ერთხელ პაციენტი არ მიიღებს სკრინინგს ან არ შემოწმდება, ამ შემთხვევაში მას ჯანდაცვის ლიმიტები ან დაზღვევის ლიმიტები უმცირდება. ანუ ფაქტობრივად ნახეთ რა ლოგიკური და ძალიან სწორი მიმართულება არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თუ თქვათ ადამიანი დროულად აღმოაჩენს მისი დაავადებების მის ორგანიზმში დაავადებების არსებობას, ურნალობა რა თქმა უნდა დროული იქნება. ეს არის ძირითადი პრინციპი, სკრინინგის პრინციპი, რომელიც საზოგადოებას საბოლოო ჯამში საზოგადოებას მიყვანს იმ ეტაპამდე, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება ვთქვათ გართულებული ჯანდაცვის, გართულებული პირობები ჯანდაცვის მიმართულებით. ანუ ამ შემთხვევაში თავსავარიდებ ჩვენ საზოგადოების ჯანმრთელობის გაუარესება. შე შემთხვევაში, როდესაც ჩვენთან საქართველოში არ არის დანერგილი სკრინინგის პრინციპები და ეს იწვევს ფატალურ შედეგებამდე მივდივართ, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან ბოლო უკანასკნელ პერიოდში აღმოაჩენს ხოლმე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესებულია და შესაბამისად სავალალო შედეგებამდე მივდივართ. ამ მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ან ძალიან დიდი დანახარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, რომელსაც ნამდვილად ვთქვათ, სახელმწიფო ფინანსები ვერ აუდის ხოლმე, ანუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აფინანსებს და თვითონ თავიანთი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე საზოგადოებას რა თქმა უნდა ვერ იღებს იმ შედეგს, რომელიც მას ნამდვილად უნდა მიიღოს. ბატონ ლაშა, 3 წუთი გრჩება და სხვა თემებზეც რომ მოასწროთ. მაშინ გადავალ ძალიან მოკლედ. კი ბატონო. სფეროს განათლება ერთ-ერთი ყველაზე მეტად პრიორიტეტულია ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლებული საზოგადოება უნდა იყოს როგორც სახელმწიფოს მართვის რეჟიმში, ასევე თავიდან ბოლომდე სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განათლების პრინციპი არის, უნდა დაიწყოს მასწავლებლებიდან, რათა თავიდან ბოლომდე თუ მასწავლებელი არ არის დატრენინგებული და მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიციური ცოდნა, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადის მომავალთაობა. თუ მომავალთაობა არ გაიზარდა განათლების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვერ გვექნება პრეტენზია, რომ თქვათ მივახციოთ მაღალ ეშელონს და რაღაც განვითარებული სისტემის ფარგლებში ავამოქმედოთ და მართოთ ჩვენი სახელმწიფო. განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მეტი პრიორიტეტი, რაზეც ძალიან დეტალური საუბარი შესაძლებელია და ძალიან დეტალურად გვაქვს გაწერილი ეს ჩვენს პროგრამაში. გარდა ამისა, შევეხები ძალიან მოკლედ ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ეკონომიკური განვითარების ძირითადი мотиваცია არის, რომ საზოგადოების მატერიალური მდგომარეობა რა თქმა უნდა ამაღლდეს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებაა. ეს არის საფინანსო სისტემასთან დაკავშირებული, ვთქვათ, კერძო მეწარმეების მდგომარეობა უნდა გამარტივდეს, სახელმწიფო არ უნდა იყოს ეს აქტიურად ჩარეული მათ საქმიანობაში, რა თქმა უნდა კონტროლის მექანიზმები სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ უნდა გამოვიდეს, უნდა შემცირდეს სახელმწიფო გადასახადები. ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო ეს ყველაფერი დევს თქვენს პროგრამაში. კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების პროგრამაში, საფინანსო პროგრამას, ეკონომიკური განვითარების პროგრამას მოიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადი იდეა საფინანსო მიმართულებით, რომ დარგობრივი თემები უნდა განვითარდეს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად, ანუ
პენსიის საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ ეს მართლობა, რომ რეალურ მეპატრონის ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს მისი კუთვნილი პენსიის დანაზოგის აღების და აფიქსების საშუალება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით აუცილებლად უნდა ჩატარდეს პრობლემები თუ რა კონკრეტულ ტერიტორიაზე საქართველოს ფარგლებში რა რესურსი გააჩნია ჩვენს ტერიტორიას, თქვა რა კატეგორიის მოსავლის და მოსავლიანობის მიღება შეგვიძლია, რათა საექსპორტო მიმართულებას უკავშირდება ეს ყველაფერი და თუ თქვა ჩვენ განვავითარებთ მეურნეობა სწორი მიმართულებით დავაკეთებთ კოეფიციენტებს და გასვლებს, რა თქმა უნდა ჩვენს მიერ მოწეული ჩვენი სოფლის მეურნეობიდან მიღებული პროდუქციები გავა ექსპორტზე და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით შემოვა სახელმწიფოში კაპიტალი. ბატონ ლაშა, დაგრჩება დაახლოებით 9 წუთი და შეგიძლიათ მიმართოთ უკვე ამ მრჩევლებს? ძალიან სამწუხაროდ მოკლედ ვერ ჩავეცი კი, არა უშავს. მინდა შევახსენოთ ჩვენი რეალური мотивация არის თითოეულ ადამიანზე ზრუნვა. ჩვენვათ ადამიანები წარმატებული საზოგადოება, მენეჯერების გუნდი, რომელსაც მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მართვის რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით და გაუმჯობესებთ ჩვენ საზოგადოებას მას მდგომარეობას. ჩვენი мотивация ნამდვილად არ არის სახელმწიფო პოლიტიკაში და პარლამენტში მოსვლა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ინტერესები დავიკმაყოფილოთ. ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილება პირდაპირ შეიძლება ისახოს და თქვათ, რომ პირდაპირ ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილებაში იგულისხმება ის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს სტაბილურად, ეკონომიკურად მდგრადი. მადლობა. და ასე შემდეგ. მადლობა, დიდი მადლობა ბატონ ლაშა. თქვენ უსმენთ ჩვენ ძირფასო რადიო მსმენელებო, საარჩევნო სუბიექტის ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო ნომერი 45 წარმომადგენელს პარტიის აღმასრულებელ მდივანს ლაშა ცხადაძეს საინფორმაციო დასრულების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე საქართველოს განვითარების პარტიას საარჩევნო ნომერი 60.